მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. მადლობას გამოხატავ თქვენს მიმართ, მადლობა თითოეული კომენტარისთვის, მოწონებისთვის. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რათა არ გამოგრჩეთ შემდეგი ვიდეოები. და მე დღეს თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას თქვენს ურთიერთობაზე. ნახოთ, განვიხილოთ თქვენი ურთიერთობა. და ვინაიდან ეს არ არის პირადი გაშლა და არის საჯარო გაშლა, შეიძლება ყველაზე არ რეზონირდეს, ამიტომ ყურადღებით უყურეთ სიგნიფიკაციას, ყურადღებით მოусმინეთ და თუ თქვენი გაშლა, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაგრძელეთ ყურება. ნახოთ თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია. თავისით ამოხდა არკანი, აქ ერთ-ერთი თქვენგანი წასულია აი ამ ურთიერთობიდან. წასულია ნებით არა, აქ იყო რაღაც ისეთი სიტუაცია, რამაც გაიძულათ წასულიყავით აი ამ ურთიერთობიდან. შეიძლება თქვენ, შეიძლება თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, თქვენი პარტნიორი. აქ ვიყურებთ ქალბატონები, სიგნიფიკაცია მოვიდა იმპერატრიცა, აგრეთვე და აქ ვიყურებთ საკმაოდ შემდგარი ადამიანები, ქალბატონები, რომლებიც საკმაოდ რესურსულები ხართ, საკმაოდ მიზანდასახულები ხართ, ძალიან კარგად გამოგდით ყველა საქმე, ძალიან ლამაზი და წარმატებული ქალბატონები ვიყურებთ, შეიძლება დაოჯახებულიც. მაშასე, თუ გეცნოთ სიგნიფიკაცია, გავაგრძელოთ ყურება. მოდი ვნახოთ თქვენი ფიქრები ამ ადამიანის მიმართ. მისი ფიქრები თქვენს მიმართ. ნახოთ ამ ადამიანის გრძნობები თქვენს მიმართ. არა, თქვენი გრძნობები ამ ადამიანის მიმართ. ჩაფიქრებული ადამიანის გრძნობები თქვენს მიმართ. ნახოთ თქვენი მოქმედება მის მიმართ და მისი მოქმედება თქვენს მიმართ. და ერთითვის ვადაზე რა იქნება თქვენს შორის. ნახოთ. კარგით, ნახოთ ახლა თქვენი ფიქრები მის მიმართ. საკმაოდ ტრანსფორმაციული არკანია მოვიდა, საკმაოდ ტრანსფორმაციულ ენერგიებში ხართ, საკმაოდ ენერგიის დეფიციტი გაქვთ ალბათ. შეიძლება ძალიან ღელავთ აი ამ ურთიერთობაზე და ეს ურთიერთობა თქვენთვის ერთგვარი დანაკარგია, რომელმაც ძალიან ნეგატიურ ენერგიებში ჩაგაგდოთ. შეიძლება აქ ძალიან დიდ კრიზისში ხართ, აი ამ გრძნობების დეფიციტის გამო და ძალიან ღელავთ ახლა და ამჟამად თქვენ მის მიმართ საკმაოდ გულდაწყვეტილი ხართ და ძალიან დიდი დეფიციტი გაქვთ ამ ადამიანის თქვენ ახლა და ამჟამად. ძალიან უკმაყოფილო ხართ. ასევე მინდა გითხრათ ამ ადამიანის ფიქრები. ეს ადამიანი ფიქრებში საკმაოდ დეპრესიულად არის ახლა. ფიქრობს, რომ ყველანაირი გზა მოჭრილია და არ იცის აი ამ სიტუაციიდან როგორ გამოვიდეს. ის ფიქრობს, რომ ყველა გზა აქვს თქვენთან მოსასვლელი მოჭრილი. თქვენი გრძნობები მის მიმართ, თქვენ ახლა გრძნობები შეიძლება გაქვთ, მაგრამ საკმაოდ ურესურსო ხართ და ახლა ხართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც უნდა მოიკრიფოთ მთელი ძალა, მთელი ენერგია
რომ წამოდგეთ ფეხზე, საკმაოდ ენერგიის დეფიციტიც კი გაქვთ ახლა და ამჟამად და რა გრძნობებზე ალაპარაკი, როდესაც რაღაც მომენტში იმდენად ურესურსო ხართ, რომ ფიქრის თავიც არ გაქვთ ახლა და ამჟამად. მისი გრძნობები თქვენს მიმართ მას აქვს საკმაოდ ისეთი ემოციები, გაფანტული, ხან ერთ ფიქრობს, ხან მეორეს ფიქრობს, რაღაც მომენტში ჩამოუყალიბებელია ამ ადამიანის გრძნობები ახლა. თითქოს არ იცის ამ ადამიანმა რეალურად, რაღაც ფანტაზიორობს, რაღაც ფანტაზიის თავის ფანტაზიებში ახლა ეს ადამიანი შეიძლება იხსენებს აი იმ წარსულ მომენტებს და აკვიატებული აქვს ეს ყველაფერი და თითქოს რაღაც მომენტში მიწაზე მყარად არ დგას. მისი გრძნობები თქვენს მიმართ საკმაოდ იმედგაცრუებულია, გულნატკენია და ფიქრობს, რომ თითქოს არ იმსახურებდა იმას, რაც მიიღო და აი ასეთ დასასრულს, ასეთ მტკივნეულ დასასრულს არ ელოდა ეს ადამიანი და საკმაოდ ემოციურ ნაწილში ძალიან უჭირს ამ ადამიანს, საკმაოდ გულნატკენია. ნახოთ თქვენი მოქმედება. თქვენ მე გეტყვით, რომ წამოდგებით ნამდვილად ფეხზე, შეივსებით აი იმ ენერგიებით და აუცილებლად მონახავთ გზას, რომ აი აქედან, აი ამ სიტუაციიდან გამოხვიდეთ. მისი მოქმედება თქვენს მიმართ მას ახლა და ამჟამად და აი ამ ერთი თვის მანძილზე ჯერჯერობით არ აქვს იმის ძალა, რომ გამოვიდეს, მხოლოდ თავის ფიქრებში, ემოციებში ძალიან დიდი შფოთვა და ძალიან დიდი ემოციები აქვს ამ ადამიანს აი ამ ყველაფრის შემდეგ. ხამე მოსვენება აქვს დაკარგული, მინდა გითხრათ და მისი მოქმედებები ამ ერთი თვის მანძილზე მასზე აღარ არის დამოკიდებული, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს ოღონდ ეს მოხდეს მხოლოდ ბედით. შეიძლება თქვენ სულ შემთხვევით შეხვდეთ ერთმანეთს. მოდი ვნახოთ რეზულტატი რა იქნება. მეგობრებო, ამ ერთ თვეში მე აქ ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ განვითარდეს თქვენ შორის ურთიერთობა. საკმაოდ აქ მე ვხედავ, რომ მოხდა საკმაოდ დიდი რღვევა თქვენი ურთიერთობის. რა იყო მიზეზი? მეგობრებო, შეიძლება აქ ჩვენ ვყურებდეთ სამკუთხედს და იყო აი ამ ურთიერთობაში მესამე პირი და ვერ მოხერხდა აქ არჩევანის გაკეთება და სწორედ აი ამას მოყვა აი ეს რღვევა თქვენს ურთიერთობაში, განხეთქილება. შეიძლება იყო ხმამაღალი საუბარიც, შეურაცხყოფაც და ვერ გაკეთებულმა არჩევანმა გამოიწვია სწორედ აი ეს რღვევა თქვენს ურთიერთობაში. მოდი მე თქვენთვის ამოვიღებ რჩევას. რას გირჩევთ ტარო თქვენ? მეგობრებო, აქ გირჩევთ ტარომ, რომ გაჩერდეთ, არაფერი არ მოიმოქმედოთ და მიენდოთ ბედს. თქვენ უნდა დაიწყოთ ახალი ცხოვრება, წახვიდეთ ახალი გზით, გადაერთოთ თქვენს საქმეზე და თქვენი მხრიდან არ უნდა მოხდეს ინიციატივა აი ამ ურთიერთობის განახლებაზე. მე თქვენ ყველას ბედნიერებას და სწორ არჩევანის გაკეთებას გისურვებთ და მომავალ გაშლამდე
გემშვიდობებით, მე ველი თქვენს კომენტარებს, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად, მომავალ გაშლამდე გემშვიდობებით, დროებით.